რა მაგარი ხმა გაქოთი? დათო ფორჩხიძეს ასე ამბობს. ათო, ეს უნდა ჩაწეროთ სიმღერა, ხო? კი? ხო არ ნერვიულო? ცოტას. კი რა გაქვს ანერვიულო ხართ რა ძალიან მაგარი გამოვა. და რაზეა სიმღერა? ოჯახზე. და ტექსტი უნდა დაწეროთ? ტექსტი დათომ დაწერა უკვე. აუ, რა ნიჭიერი ბიჭია, ტექსტებსაც თვითონ წერს. ფონოგრამა უკვე მზად მაქვსო, შემოირბინე 1 საათში ჩავწერ და ხვალ სიმღერა მზად გექნება. კეთოსია კიდე კლიპის თაობაზე ვიღაცებს ხდება უკვე. კლიპსაც იღებთ? ხო, აბა სიმღერაში კლიპია მთავარი. სიმღერაში ნათი მელოდიაა მთავარი. რა სისულელია, რეპს მელოდია სულაც არ აქვს, მაგრამ მაგარი კლიპები რო იმიტოა პოპულარული. აუ, რა თმინოდა ეს სოლო კარიერა? ვიყავი ჩემთვის მამა პაპურში. აუ, ეხა არ დაიწყო თავიდან და არ წამოწეოთო. ბიჭების მწხვენია ნათი. მოიცა. უნდა წამოხვიდე ანსამბლიდან? არა, როგორ წამოვა ხელფასუხდიანი იქ. 400 ლარს. მეტს გიხდიან სხვაგან? აი ეს სიმღერა რო გახიტდება, მე გადამიხდიან. და დამიჯერე რომ გახიტდება, ჯერ ოჯახზე არავის უმღერია. ათო, არ შეიძლება თან ანსამბლშიც იყო, თან სოლო კარიერაც აიწყო. როგორ არ შეიძლება ნათი, მაგრამ ძალიან დამღლელია. აი მე ჯერ სიმღერა არ ჩაუწერია და როგორ ვარსკვლავივით ლაპარაკობს. მე ეგ არ მოგწონს შენც? კი. აუ, მიდი კიდე ერთი რა ვარსკვლავურებიდან რა. მე დავიბადე წვიმიან ღამით და მთვარე იყო სავსე პირდამდე. აი მე რა მაგარია! მთელი ცხოვრება მღერი. სიმღერა უფრო ადრე დავიწყე ვიდრე ლაპარაკი. მართლა? არა ნათი, მაგრამ ვარსკვლავმა ასე უნდა თქვას. აუ, ოთი. იცი რომელი თქვი? აი ჟურნალისტი რო გეკითხება და შენ რო პასუხობ. აი მე ჩქარება. აუ, გეხვეწები რა გთხოვ. აი მაშინ ის მკითხე, ვითომ რო ჟურნალისტი ხარ. ის. ხო. ბატონო ოთარ, მართალია თუ არა რომ სახლშიც არ იცვამთ ჩუსტებს? ამ ინფორმაციას არც უარყოფ და არც ვადასტურებ. ვაი მე გიждები ასეთი რო ხარ რა. ასეთი ვიქნები აწი სულ ნათი. წავედნენ ფორჩხიძის სტუდიაში მაგვიანდება. წარმატებები ათო. ვაი მე ჩემი ზღარბუნია. ნათი, ცოტა ჩაიწიე რა. უი. უი. აუ. თან გაარჩევ. კი. კაი. აი მე ძალიან უნერვიულო ფოტოსიმღერაზე როგორი გამოვა. რა განერვიულებს საქმეში პროფესიონალია ჩართული. ვინ კეთოსია? არა ფორჩხიძე. კი, მაგრამ პროფესიონალებიც უშვებენ ხანდახან შეცდომებს. მათია. მაღიარე. რა მოხდა? ძალიან მაგარი პროდიუსერი ვარ. რა მოხდა? ორი საქმე მაქვს. ერთი არის ყოფითი წვრილმანი და მეორე გრანდიოზული პროექტის ნაწილი. საიდან დავიწყო? გრანდიოზულით. კარგი. ესე იგი, ოთოს კლიპის გადაღების საქმეში ძალიან წავიწიეთ წინ გოგოებო. მართლა? კი. დღეს დილიდან ვრეკა ვიღაცეებთან, ხვდები ვიღაცეებს და გავარკვიე რა ჯდება კლიპის გადაღება. რა ჯდება? ნუ დაახლოებით 10-15,000 დოლარი. აუ რას ლაპარაკობ? მაგ ფულით მთელ ქართულ შოუ ბიზნესს ვიყიდი. ქართულ შოუ ბიზნესს უფრო იაფათაც იყიდი, ნათია, მაგრამ კლიპის გადაღება ასე ჯდება. და რა ვქნათ ახლა? საიდან მოვიტანოთ ამდენი ფული? ნათია, მე ხო გითხე რომ ძალიან მაგარი პროდიუსერი ვარ და გეგმა მაქვს მოფიქრებული. კრედიტი უნდა ავიღოთ? კაი რა, ნათი კიდე კრედიტი და უბედურება გვინდა. კრედიტი არ გჭირდება. ის მეორე უნდა გავაკეთოთ. რა მეორე? ვაიმე, სულ მავიწყდება ის სიტყვა. მოიცადე. ისი რა, კრედიტს გავს, მაგრამ სხვა მნიშვნელობა აქვს. დებეტი? არა, ეგ სიტყვა საერთოდ არ ვიცი. აბა რა სიტყვა, ანუ გამაგიჟე. მოიცადე, მოვიფიქრებ, მაცადე, ნუ. შენ გითხარი რას ნიშნავს იქნებ ჩვენ გამოვიცნოთ? იცი რას ნიშნავს? აი, ვიღაცას რაღაცა რო გასაყიდი და რო ვერ ყიდის. მეორესაც რო აქვს რაღაცა გასაყიდი და რო ვერ ყიდის და მე რო უცვიან ერთმანეთს, ხო ხვდებით არა? ბარტერი?
ყოჩახ, ბარტერი, რა ჭკვიანი გოგო ხარ და ნიჭიერი შენ, ჰა? მე უცხო სიტყვათა ლექსიკონში სკოლაში ძალიან მაგარი ვიყავი, ყველაზე მაგარი. ბარტერი რა არის? მეც ვიცი დილაობით ოთოს რომ შია ხოლმე და ნაგავი გვაქვს გადასახლელი, მეუბნება ნათი ბარტერი ხوار გავაკეთოთო. მოკლედ, ბარტერი გვჭირდება. და კლიპს ბარტერით ვინ გაგვიკეთებს? რეჟისორი. როგორ? მოკლედ, ერთი კარგი ბიჭია, ძალიან ნიჭიერი, ადრე პოეტი იყო, ლექსო, მერე რაღაცა სარეკლამო ფირმა გააკეთა და ეხა რეჟისორობა დაუწყია. კაი რეჟისორია? ნუ საუკეთესო არ არის, მაგრამ რაღაცებს იღებს. მე საუკეთესო არ ჯობია. ნათია. ხო გახსოვს კლიპი რამდენი იღებს? კი. მერე რა პრობლემა აქვს? სარეცხის საშუალების რეკლამას იღებს და არ იცის სად გადაიღოს. შენ საიდან იცი? საერთო ნაცნობი გვყავს და იმან მითხრა. მოკლედ მე ლექსოს ველაპარაკე. და რა ოთოს კლიპს გადავიღებო? ნათია ნუ ჩქარობ, ოთოს კლიპზე საერთოდ არ მილაპარაკია. აბა? მე ველაპარაკე, გავიგე რაღაცა პრობლემა ქონია თქო. მითხრა ხო, უბრალოდ სამზარეულოს ვეძებ ძველი რემონტითო. სადაც გადავიღებ რეკლამასო. მერე? მერე ეგრევე გამახსენდა თქვენი სამზარეულო. ეს ძველი რემონტი არ არის. აბა როდინდელია? ეს ნათელამ გააკეთა, მე 800 მივყვებოდი ცოლად. რამდენი წლისი ნათია? 15. ვაიმე, რა მალე გასულა წლები. მოკლედ, დღეს შევთანხმდით შეხვედრაზე. მოვა ლექსო, დაათვალიერებს ამ სამზარეულოს და თუ მოეწონება, გადაიღებს რეკლამას. და ოთოს კლიპი? მაგაშია საქმე. მთავარია დავითანხმოთ გადაღებაზე და მერე შევთავაზოთ ის ისევ დამავიწყდა ეს სიტყვა, ის, ნუ ბარტერი? ხო, ბარტერი. ანუ ეხლა რა გამოდის, რომ ლექსო გადაიღებს რეკლამას აქ და მერე სამაგიეროდ ოთოსთვის გადაიღებს კლიპს უფასო? ხო, როგორი გეგმა? აუ, გენიოსი ხარ, ქეთუს. მე მგონი მართლა ვარ გენიოსი. აი ნახე შენ ოთო ვარსკვლავი თუ არ გახდეს. შენ პირ შაქარი. აი მე შაქარი, არა გაქვს ცოტა რომ მომცე? ეს ის მეორე საქმე, ყოფილი წრულმანია თქო რა ვთქვი? როგორ არ მაქვს შაქარი? მოკლედ ლექსო მოვა დღეს 3-ზე. დავალაგო აქაურობა? არა, პირიქით, ძველი რემონტითო და არეულ-დარეული უფრო მოეწონება მაგას. აი წავედი. აი მე შაქარი. ძალიან დიდი მადლობა მიყვარხარ. კაი. რა საინტერესოა თათქარიძეზე ცხოვრება. ყოველდღე რაღაც ხდება. საერთოდ აღარ ნერვიულობ ოთოს სიმღერაზე. ხახვი დაჭერი რა. კი. რა გინდა? არაფერი. აბა რატომ იყურებ? არაფერი, ისე გიყურებ. ფული გინდა ფისა? არა. არა, ფული თუ გინდა მითხარი, არ მოგერიდოს. ფული რა შუაშია, მარტო ფულია ცხოვრებაში მთავარი? აბა რა გინდა? არაფერი თქო. ნათია, როცა ესე მიყურებ და ცქმუტავ, რაღაცის თქმა გინდა ხოლმე და მითხარი რა. ოთო კლიპს იღებს. მერე? არაფერი კლიპს იღებს. ძოვანკაი. ხო, კარგია კლიპი. ნუ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს ისე. მალე ოთო პოპულარული გახდება. არ არის გამორიცხული. ქუჩაში ხალხი იცნობს. ქუჩაში უამრავ ვიღაცას ცნობს ხალხი. ინტერვიუს მისცემს ყველა ჟურნალში. მერე? მერე გადაცემა პროფილში მიიწვევენ. მერე? ცოლთან ერთად. მერე? მერე დაჯდება ნათია მაიასათიანთან პროფილში და მოყვება სადა როგორ გაიცნო ოთო, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი, როგორ გახდა ოთო პოპულარული და როგორი ბედნიერები არიან. გასაგებია ყველაფერი. რა არის გასაგები? წინც გინდა პროფილში დევიდო. რა სისულელეა. ნათია, აბა მე პოპულარობა არ მინდა. რატომ? არ მიყვარს ნათი, მეტიჩრობა. ყველაფერზე იცი თუ არ იცი, შენას დაფიქსირებ. ქუჩაში გცნობენ და არ გასვენებენ. მე მინდა მშვიდი ცხოვრება. და როგორ შევიყვარდა ერთმანეთი მაყურებელს რომ მოუყვე, რატომ არ გინდა? იმიტომ არ მინდა რომ ჩემი პირადი ცხოვრებაა ეს და სხვისი საქმე არ არის.
მომისმინე ნიკა, მაშინ ჯექია მოთახში, წერე სისრულელები რაღაც ეკოლოგიაზე და შავიდან უყურე როგორ გახდება შენი ძმა ვარსკვლავი. დიახაც ეგრე მიზა. რეჟისორი მოვიდა. აი მე ღმერთო, ოღონდ ყველაფერი კარგად გამოვიდეს. გამარჯობათ. გამარჯობა, სწორად მოვედი, ხო? ლექსო რეჟისორი ხო? კი, მართალია. მოგწანდით. ხო, როგორ ახლა? მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ შენობით ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ვიფამილარულოთ, რა ეგრე უფრო ასწორებს, ოკეი? კაი, всё, შენ გელაპარაკე ხო ტელეფონზე? კეთუსია, პროდიუსერი. ლექსო რეჟისორი. და ეს ჩემი ოპერატორია ვაჟა. ჩემი ოპერატორი. სასიამოვნოა. ძალიან. კეთუსია. ვაჟა. კაია. მასპინძლები ნათია და ნათია. ო, ძალიან კაი, თქვენდები ხართ? არა. კაი, დაიყო, ვიხუმრე რა, აბა რომელი იდიოტი დაარქმევს თავიშვილებს ორივეს ნათიას. ჩემ რომელსაც ვაჟა ქვია. მე მამა შენი იდიოტი არ არის? ოდესო მაგას ვამბობ მე მეც. კაი, всё, გასაგებია, ესე იგი ესახლია, ხო? დაათვალიერეთ რა. ხო, არა, ძალიან კაია, всё. რავი, ვაჟა, რა სიტყვიშენ, კაია, ხო? კაია, ძალიან კაია. ნუ ეხა წავა რა, ძველი რემონტია და მეტი რა ვქნათო? არაფერი, მაგრამ აი ფერი რა. ხო, არა, ნუ ფერი ცოტა ღია, მაგრამ ეგ არაფერი რა, რაღაცას ვიზავ. так, ნათია, აი ამ მაგიდასო ფეხები მოვახერხო თუ შეიძლება. მე რატომ უნდა მოვახერხოთ? ანუ ცოტა მაღალია კადრში გაიგე და მე მეჩვენე რომ დაბალი იყოს, უფრო კარგია. აუცილებელია რომ მოვახერხოთ? არა, ნუ მამეთ შეგვიძლია რომ კამერა ავწიოთ მაღლა. ჰა, ვაჟა, ხო შეგვიძლია? კი. დავაი, всё, ჯიგარი ხარ, ესე კამერას ავწიოთ მაღლა. კაი, так, ესე იგი რა ხდება? ხო, ძალიან ვჩქარობ თომო რა, ხვალე უნდა გადავიღოთ, იმიტომ რომ შემკვეთო პროსტა ტვინი შემიჭამა. რომ ვჩქაробო, ახალ წლამდე უნდა გავუშავო ესეთები რაღაცა და ხვალ-მოვალ გადავიღოთ და პრობლემა არ იქნება რა. კი ბატონო, თუ ხვალ გინდით, ხვალ იყოს. კაი, всё, ხვალ გინდა რა, კაი სახლია, ნორმალური. აი, ესე იგი შევთანხმდით, არაფერს არ გახერხავთ, ხო? არა, გახერხოთ, არაფერს არ გავხერხოთ. პროსტა რას ვფიქრობ, იცი რომ აი ეს ჭურჭლის სარეცხი მანქანა უნდა გამოვიღოთ რა, იმიტომ რომ ეს არის ეხა ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხის რეკლამა. ხო ხვდები და ეხა მანქანა რო კადრში ჩანს იქ რაღაცა დავიწვევით რომ ხელოვნურია, კაროჩე მთელი რეჟისორული ამბებია და ნუ კავჭი არ გვინდა რა. იცით, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩვენ არ გვაქვს. არც ლატო. ხელით რეცხავთ? დიახ. ბიჭო, რავი, ვაჟა, მე მგონი ამათვის ვიღებთ ამ რეკლამას, თო. всё, არაფერი, თქვენც რაღაც შეიძლება დაგევასოთ რა. და უკაცრავად რეკლამა რაზეა? ხო, რეკლამა რაზეა, იცი, რეკლამა დიასახლისებზეა, რავი, ცხოვრებაზე. რავი, ყველაფერზე რა. და გადაღებას ძოდის მორჩებით? всё, გადაღებას ძალიან მალე მორჩებით, რა, იმიტომ ძალიან მარტივი რეკლამა, მაგრამ საკაიფო. ეხა მოკლედ გეტყვით რა. ესე იგი, ორი მაგარი ნაშა დგას და ბაზრობენ. არა ჩემი ჭურჭლის სარეცხის საშუალება ჯობია, არა ჩემი და ბრახუცებ კარადიდან გამოვარდება ზურა ყიფშიძე. ზურა ყიფშიძე მონაწილეობს? ხო, ზურა ყიფშიძე, ბიჭო, გიორგას მამა ზურა არ ქვია თო? რა ვიცი. ხო, არა, ზურა ქვია, უეჭველი და გამოვარდება და ეუბნება. ой, იუსგა, რაზე ბაზრობთ? ეს ჯობია, ის ჯობია, რა აგერ არის, ნაღდი, რასაც გაწევთ და აძლევთ თავისას. ანუ რეკლამა რაზეც არის იმას, რა. ეგრე ეუბნება? არა, ეგრე არ ეუბნება, ეხლა მე ჩემი ტექსტით ვაზრო, მაგრამ ნუ ხო ხვდები რა, ეს სცენარია და ყველაფერი ამას წერია, თუ რამეა. უკაცრავად კოხტაც და კოპწიაც კარგია, მაგრამ საუკეთესოა მათი ნაზავი. ორი ერთში. კოხტაც და კოპწიაც ერთ სარეცხ საშუალებაში. კოხტა და კოპწია რა არის? ო, შენ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვს, ხო? კი. აუ, როგორ გეტყობა, იცი? მართლა. იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხის საშუალება, ხვდები? კოხტა და კოპწია. ხო და ეხა ამ ფილმამ გამოუშვა ამათი ნაზავი და მაღაზია რა რეკლამა. და ის ორი ლამაზი გოგო ვინები იქნებიან? ხო, ორი ლამაზი გოგო. ნუ ერთი არის თეკლა ნადიკვარიძე, რაც უეჭველი ვიცით და მეორე ჯერ არ ვიცით. თეკლა ნადიკვარიძე მოვა? თეკლა ნადიკვარიძე სარეცხის ხმლის რეკლამაში დაგთანხმდათ? არა, ნუ მამეთ ეხა მე არ დამთანხმდა, მამამის დათანხმდა, იმიტომ რომ მამამისი უშვებს, მამამისიც არის ეგ ფილმა რა. მაგრამ ნუ რეკლამაში უეჭველი იქნება. ხო, ვაჟა, ხო იქნება. ისათო? ო, მამეთ მაგარი იდეა, საღოლ, ესე იგი
ვაჟამ შემომთავაზა რომ მეორე გოგოს მაგივრად შეიძლება გადაგიღო შენ. მაიმე. რავი, არ გინდა? რა ვიცი, რატომაც არა კი? კაი, პროსტა ვაგონდ რამე გამოცდილება თუ გაქვს რა. ისი მე ვიყავი მის თბილისზე მის მარჯვენა სანაპირო. მოდელობდი ადრე. მოდელობ. მე გათხოვდი და თავი დაანებე, ხო? ხო. აუ, პროსტა ყველა ქართველ ხალხს ეს ტრაგედია რატო აქვს? პროსტა აი, შო გადაგიღებთ რა, მოკლედ გადაგიღებთ. არ არის პრობლემა, შენ გადაგიღებთ, პაღოდო ფულს გადაგიხდით. ბინის კირასაც გადაგიხდით და შენ ნანაზღაურებასაც გადავიხდით. არა, ფული ჩვენ არ გვინდა. ვეც აბა რა გინდა? ტიტული და აღიარება? არა, ჩვენ გვინდა რომ შემოგთავაზოთ ის რა ქვია. რა? ნათია ის რა შევთავაზოთ რა? ბარტერი. ხო, ბარტერი რა. მოიცა თქვენ რა მეკაიფებითო? რა ბარტერი უნდა შემომთავაზოთ? რადა, თქვენ გადაგაღებინებთ რეკლამას და თქვენ გადაგვიღეთ კლიპი. მოიცა, ტოჟეს სარეკლამო კლიპია თუ ვერ გავიგე ხარ რა ხდება? არა, მუსიკალური. შენ მღერი? არა, მე არა. მოიცა. მელინდა და მელინდა მღერიან? მელინდა და მელინდა ვინ არის? ანუ ვუდი ალენის ფილმია და ესე ქვია. ხო და თქვენ ხო ნათია და ნათია ქვიათ? ხო და მეც გავიხუმრე. ეგ არის, კაი, ის რა ქვია, აბა ვის კლიპს ვიღებთ? ჩემი ქმრის. ვაჟა, აზე ხარ? ეხა ცოლები მარტო სარეცხზე და სადილზე კი არ ფიქრობენ. ქმრის კლიპებზე ჩალიჩობენ, თო? ჩემი ქმარი მომღერალია. ხო, არა, ნუ მაგას მივხვდი ლოგიკურად და რა სტილს უბერავს? თანამედროვე საესტრადო. კაი, გასაგებია. Просто ეხლა თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მუსიკალური კლიპი ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე $400-ია. ეს $400 რა თანხაა? ანუ $200 ბინის ქირა. $200 ამის ჰონორარი. მე რა ცოტა ჰონორარია? რა ვქნა, დაიგო, ეხლა საქართველოში ვარ და უნდა ეგრე არის რა. რა გავაკეთოთ? ისიც რა, ბარემ აქ ხართ, კამერას გექნებათ, აგერ ვაჟაც აქ იქნება და გადაიღეთ რა რეკლამა. კაი, მოიცა, უნდა დავფიქრდე, შეადვილი არ არის. კაი, შო, გადავიხებთ. არ არის პრობლემა. სიმღერა რაზეა? ოჯახზე ძალიან მაგარია. ოჯახი უკვე პანკობაა. ეხლა ამაზე საქართველოში არავინ არ მღერის. კაია. ძალიან მაგარი სიმღერა. დათო პორჩხზე მძაწერა. სახემტო? კი. ვა, ძალიან მაგარია. კაი, დავაი, აბა სიმღერა მომასმენეთ. სიმღერა ჯერ მზად არ არის, დღეს იწერება სტუდიაში და ხვალ იქნება. ხო. მაშინ ხვალ მოусმენ და ხვალ მივიბაზროთ მაგაზე რა. ძალიან მაგარი სიმღერაა ოჯახზე. ხო, არა, ბაზარი არა, ოჯახზე კაია და ვაჟა. მამეთ ახლა სიმღერა ოჯახზეა, აქვე გადავიღებთ ოჯახურ გარემოში. მოსულა, ხო? კი, არა. შო, კაი, ბაზარი არა, ესე იგი ხვალ მოდივართ, კლიპსაც ვიღებთ, რეკლამასაც ვიღებთ. აბა, დავა ის მოგამ. კაი. ვაჟა. ესეც ასე. აუ, მართლა დაგთანხმდება? აბა რა სიზა. აუ რა მაგარია, თეკლა ნადიკვარიძესთან ერთად რეკლამაში მიიღებენ გოგოებო. და სურაყებში ძესთან ხო, ერთად. ზურა კარგია, მაგრამ თეკლა უფრო მაგარია გოგოებო. ეხლა მე დავურეკავ ჟანრს, ჩავეწერებით, მეც გავიკეთებ, დღეს ღამე არ დავიძინებ, რომ ვარცხნილობა არ დამეშალოს, წავედი. მადლობ, კეთის კარგად. ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება და დღეს ჩვენი პაპარაცი ნუგზარ ნაგლიაური მოგვიყვება, როგორ უთვალთვალებდა ცნობილ ქართველ მომღერალ თეკლა ნადიკვარიძეს. გამარჯობა ნუგზარ. გაუმარჯოს. რა ხდება ახალი თეკლა ნადიკვარიძის პირად ცხოვრებაში? თეკლას პირად ცხოვრებაში სიახლეა. ის დაშორდა თავის ბოლო შეყვარებულს, სპარსული სერიალის ვარსკვლავს ომარს და ახლა აპირებს სხვადასხვა გადაღებაში მონაწილეობის მიღებით გაიქაროს დარდი. დარწმუნებული ხართ, რომ შეყვარებულს დაშორდა? კი, აბა რა, ჩემი თვალით ნახე როგორ იჩხუბეს და მერე ის კაცი გაიქცა. გაიქცა? და რა ეცვა ჩხუბის მომენტში? თეკლას ეცვა ვალენტინოს უმშვენიერესი კაბა. ეკეთა მარგალიტის ხელსაბამი და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. თეკლა ყოველთვის ლამაზად ნათი, სად ხარ, მოვედი? ამით ჩვენი ოთო, აქ ვარ.
აუ, მომასმენინე რა სიმღერა. ჩვენ არ არის მზად ხვალ იქნება. კაი გამოდის. ნუ, ფორჩხიზე თქვა, მე ასეთი მაგარი სიმღერა ჯერ არ დამიწერიო. აუ, რა მაგარია. მეც მაგრად ვიმღერე. ჩემი ნიჭიერი ხარ შე. ერთ მომენტში იცი რა მაგარი ნოტს ვიღებ? რა მომენტში? სამღერში. მასონები გვებწვიან, უძლებთ თუნებებს. ცა მასონები რა შუაშია? ოჯახზეა ნათი სიმღერა. მე რა? მერე მასონები რო ოჯახურ ღირებულებებს ებრძვიან, არ გაგიგია? ბიჭო, ეგენი ეროვნულობას არ ებრძვიან? ეროვნულობას, ოჯახს, ეკლესიას, ეგენი ყველაფერს ებრძვიან. რა ვიცი, მე მაინც რაღაცა ყურს მჭრის ეს სიტყვა მასონები. ნუ, ფორჩხიძემაც ესე თქვა, მასონები გვებრძვიან, ცოტა გოიმური კი არისო, მაგრამ სიმღერას უხდებაო. გოიმური ტექსტები უფრო მოეწონებათო. ვისო? ხალხის მასებსო. რა ვიცი ხა მე მაინც ხა ვერ ვხვდები ხალხის მასებს რა მოწონს. ნათია, მშია და მაჭამე რა. ოთო, მეც მაქვს შენთვის ერთი კარგი ამბავი. რა ამბავი? ხვალ კლიპსაც გადავიღებთ. რატო? რას ქვია, რატო სიმღერას კლიპი არ ჭირდება? კარგი რა ნათი, რა თმინდა ეხა კლიპი? ისტორიაში რომ შეხვიდე, ოთი? ნეტა დავით აღმაშენებელის ვინ უღებდა კლიპებს? დავით აღმაშენებელ ჟამთა აღმწერელი ყავდა. მაშინდელი ჟამთა აღმწერელი იგივე კლიპმეიკერია. ნათია, იცი რა რთულია კლიპის გადაღება? ვიცი, მე და კეთესია ველაპარაკეთ უკვე რეჟისორს. ვინ რეჟისორი? ლექსო ქვია. ამბობენ ძალიან კრეატიული რეჟისორიაო. ვინ ამბობს? ხალხის მასები. ნათია, კლიპის გადაღებას იცი რამდენი ფული უნდა? მე კაპი კი აღარ დამჭა, რაც მქონდა სულ ხმის ჩამწერ სტუდიაში გადავიხადე. ოთი, ჩვენ ფული არ დაგვჭირდება. ეხა მაბნევ. ბარტერით გადავიღებთ კლიპს. ვაი, მე კიდე უფრო მაბნევ. ვაი, მე მოველაპარაკეთ უკვე იმ ბიჭს. ვინ ბიჭს? ლექსოს რეჟისორს. მოკლედ ის ჩვენთან გადაიღებს აქ რეკლამას სარიცხის საშუალების და სამაგეროდ შენ გადაგიღებს მარტივ კლიპს. უფასოდ? ბარტერში. კაი, წამოდი შეამაჭამე. ოთი. კიდე რაღაც ამბავი უნდა გითხრა. რა ხდება? ხვალ ჩვენთან მოვა თეკლა ნადიკვარიძე. რატო? კლიპში უნდა გადაიღოს ლექსო. ჩემ კლიპში? არა, იმ სარიცხის საშუალების რეკლამაში. ნეტა თეკლა ნადიკვარიძე სარიცხი მანქანის რეკლამაში რა უნდა? დარწმუნებული ვარ, თებში არ იქნება თავის ხელით გარიცხილი. სამაგიეროდ პოპულარულია და დიასახლისები მიბაძავენ. არ ვიცი. მე ვიცი, თეკლა ნადიკვარიძე რის რეკლამაშიც ყოფილა, მე ყველაფერი მაქვს ნაყიდი. ხო, კარგი, წამოდი, მშია, მაჭამე. ოთი. კიდე იცი ვინ მოვიდა ჩვენთან? ვინ? ზურა ყიფშიძე. ხო, იმ კლიპში იღებს ლექსო. ნათია, ძალიან მაგარი სუფრა უნდა გავშალოთ. აუ, ისეც უფრას გავშლი, გაგიჟდები. ახლა მაჭამე რა მე თუ რა მე გავგიჟდები. აუ, ჯერ მიდი რა ის მითხარი ერთხელ გეხვეწები. ვაიმე დედა. მიდი. მე დავიბადე მთვარიან ღამით და მთვარე იყო სავსე. აი მე რა მაგარია. მოწამოწამ შემაჭამე. ესე და გაიღიმე რა ესე ჩემგან შემოვსო კაია ხო ნორმალურია დავაი ვაჟა რაშვები მზადა ვარ 3 საათია მზად ვარ დავაი მე რატო არ ვიწყებთო მსახიობები არ ყავს ბიჭო ქეთურსია ხო არის აქ დავიწყო მოიცადე ერთი წამი რა და დანარჩენები სად არიან თეკლა ნადიკვარიძე ტელეფონს არ იღებს ზურაყიფშიძემ კიდე თეკლა რომ მოვა დამირეკეთ და აქვე ვარ ამოვალო კაროჩე რა ბოდიში მომითხოვია და ეს რა კამერაა ერთი წამი რა ძმაო რა კი ბატონო უკაცრავად სანამ მსახიობები მოვლენ ხომ არ ისადილებდით აუ რა დროს სადილია ჯერ კლიპი არ დამიწყია მსახიობები არ არიან რა ვაჟა რა შვებია მსახიობები ხო და დავაი მიდი მერე დაურეკე რა ერთი წამი ძმა მაცადე რა და ბატონო რეჟისორო ეს რა არის ეს განათება ბევრს ყავს ო მაცადე რა ძმაო რა ერთი წამი მაცადე რა მოდი რა უკაცრავად ზურაყიფშიძე რომელი კარადიდან გამოვა აი რომელიც გავათავისუფლეთ იქიდან და მალე მოვა ვინ ზურაყიფშიძე
ესე იგი, თეკლა ნადიკვარიძე როგორც კი ამოვა, დაურეკავ ზურავს და ეგრევე ამოვა რა. და თეკლა ნადიკვარიძე მალე მოვა. ხო, არ ვიცი, თეკლა ნადიკვარიძე, ვაჟა, რა ხდება თეკლაზე? ველაპარაკე უკვე. ხო და რაო მე რო მაცადეთ მამაჩემს ვეჩხუბებიო. ეგ ეს ვესიჩხუბობენ. კაროჩე, საგიჟეთია რა, იმენა საგიჟეთში გავიჩითე რა. ბატონო რეჟისორი, ყური მომკარი თქვენ საუბარს და მაინტერესებს. კარგად რომ კაც უნდა გამოვიდეს, ეგ რა გაგებაა? ბოდიში მომყავარია რა, მართლა. ერთი წამი, მოდი აქ. მოდი აქ. ერთი წამი, მაცადე რა, ერთი წამი, მაცადე რა. ბოდიში. აღარ მოსწავლო. ნიკა. რა შვებია მის ნიკა. ხელს მოუშლი, ხო ხედავ მუშაობს ადამიანი. რას მუშაობს 3 საათი აქ არის და ვერ დაიწყო ვერა. მე ხო ხედავ ნერვიულობს და უფრო ღიზიანია. ო, კაი, ჩუმა. ვაჟა, რა შვებათო? რა შვება? ისევ გამორთულია. ბიჭო, გაროჩე დაურეკე რა, მომისმენე ხა გაუჩერებლა დაურეკე. რა, გაუჩერებლა დაურეკე. ისევ გაუჩერებლა დაურეკე. ჩაის ან ყავას ხომ არ მიერთმევთ? მომისმენე არ ჩაი არ მინდა და არც ყავა არ მინდა და არც სადილი არ მინდა რა, მაცადეთ რა ერთი წამი რა. დაგივარ. გაროჩე რა, მომეცი, ვიცი რომ გამივარ. უკაცრავად და მსახიობების კარტინგი როდის გექნებათ? კასტინგიო, ბოდი, მაბათი. ვაი. ო, კაროჩე რა. ვაჟა რა ხდება? გამორთული აქვს ესე. კაროჩე რა, მოდი რამე დავიწყოთ რა. და რა დავიწყოთ? რეპეტიცია დავიწყოთ, რეპეტიცია მაინც და დავიწყოთ. ისინი რო არ არიან? კაი, ვინც ვართ, იმათმა დავიწყოთ რა. დავიწყოთ. ერთი წამი მაცადე. აი ესე. ვაჟა, კეთუსია კარგად გას? აი, ცოტა კაი, ოდნავ ესე, გამოიწე. კიდე ოდნავ. აჰა. ო, კაი, შო, კაი, მიდი დაიწყე. მე ქეთუსია. აუ, მოიცადე, თეკლა არა. კაი, დავაი, თეკლა მივიქნები, ოღონდ დავიწყოთ რა, მიდი. 1 2 3 დავაი. დავიწყო? მე ქეთუსია ვარ. ეს ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხის საშუალება კოხტაა. მე ამით შემიძლია 1000 თებში გავრეცხო. მე კი თეკლა ვარ. ეს სარეცხის საშუალება კოპწია. მე ამით 10000 თებს გავრეცხო. 10000 კი გარეცხავ, მაგრამ კოხტათი გარეცხილი უფრო ქათქათაა. თავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. კოპწია უფრო იაფია და შესაბამისად ეკონომიური. ნუ გადაიხდით ზედმეტს. კოხტა არ აღიზიანებს კაცს და სასიამოვნო სურნელი აქვს. ნუ გააკეთებ ეკონომიას თქვენი სილამაზის ხარჯზე. კოპწია უკეთესია. კოხტა ჯობია. და აი აქ შემოდი ზურაყიფშიძე. მოიცადე, გავიაროთ ეგეც რა, კამერაში მაინტერესებს. ხო, კაი, ზურაყიფშიძეც გავიარო, ჩემი ძმა, ერთი წამოდი. მოდი. არ გინდა ზურაყიფშიძე იყო? ბაიმე. მე? ხო, რა აგერ არის ტექსტი? კაროდაში შეხვალ, გეტყვი, გამოხვალ და იტყვი. ვიცი. მაცადე ერთი წამი. ხო, გავიგე, შო, გავიგე, აი ესე გავიგე, კაი. კაროჩე. შო, ვაჟა მზად ხარ? კი. დავაი, დავიწყეთ. თავი დავიწყებთ? და ხო, არაფერი არ მკითხო და ისე დაიწყე, ოკეი? მე ქეთუსია. არა, მაცადე ერთი წამი რა, დავთვლი და მერე დაიწყე, ხო შეგიძლია რა. მიდი, მოიცადე, ერთი წამი არ დაიწყო. 1 2 3 წავიდა. მე ქეთუსია ვარ. ეს კი ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხის საშუალება კოხტაა. მე ამით შემიძლია 1000 თებში გავრეცხო. მე კი თეკლა ვარ. ეს სარეცხის საშუალება კოპწია. მე ამით შემიძლია 10000 თებში გავრეცხო. 10000 კი გარეცხავ, მაგრამ კოხტათი გარეცხილი უფრო ქათქათაა. თავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. კოპწია უფრო იაფია და შესაბამისად ეკონომიური. ნუ გადაიხდით ზედმეტს. კოხტა არ აღიზიანებს კაცს და სასიამოვნო სურნელი აქვს. ნუ გააკეთებ ეკონომიას თქვენი სილამაზის ხარჯზე. კოპწია უკეთესია. კოხტა ჯობია. გარგით რა გაჩვენე. კალები არა ხართ? ეს სარეცხის საშუალება. კოხტა და კოპწია. 2-1-ში. თქვენი სილამაზის და ეკონომიის ერთგული გარანტია. ვაიმე! რა კარგია! აუ ბატონო ისე რომ გამოვა და თუდათა ვარ. Stop, ძალიან მაგარია, დავაი. ძალიან მაგარია, კი, ძალიან მაგარია. გამოც, დავაი, ძალიან მაგარია. მაგარი. დავაი, ხო, ისა, დავიწყოთ, გადავიდოთ. ეხლა გადავიდოთ. გადავიღოთ, მაგრამ ისინი რო არ არიან. აუ, დაურეკე რა იმან, აუ, ისინი დაურეკო, მაგრამ გამორთული ექნება. კაროჩე რა, საგიჟეთია რა. ხომ არის ადილებთ? ბოდიში. ჰე, ვაჟა, რა ხდება? გაგვერხა. მოიცა, რატო? თეკლა ნადიკვარიძემ მე აღარ მოვალო.
ბიჭო, რას ქვია აღარ მოვალოდო? რას ქვია აღარ მოვალო და მამაჩემს ვეჩხუბეო და ეხლა ვინც უნდა ის გადაიყოს თავისი დებილური ფხვნილების რეკლამაშიო. აუ, კაროჩე რა, მოიცადე ერთი წამი ნიჩიო მაინც გადავიღო. სხვა ვინმე უნდა გადავიღო, სხვა ვინმე. ხო, მაგრამ ვი? უკაცრავად, ჩაი ან ყავა არ გინდათ? უკაცრავად. კლიპში მონაწილეობის მიღება არ გინდათ? მე? ხო. თეკლა ნადიკვარიძის მაგივრად. ვაიმე, დიდი სიამოვნებით. კაი, всё, დავაი, ძალიან მაგარია. მაშინ აიღე ტექსტი, ისწავლე და გადავიღო. მე ტექსტი ვიცი, ძველი ჟურნალისტი ვარ და ტექსტებს ძალიან ადვილად ვიმახსოვრებ. всё, ძალიან მაგარია, დადექი? კაი, всё, ძალიან მაგარია. ისა, ვაჟა, ზურაყიფშიძეს დაურეკე და დავიწყოთ. ზურამ წავედიო. საწავედიო, კაცო. რო აღარ დამირეკეთ, მეგონა გადაღება ჩაიშალა და წავედიო. აუ, კაროჩე, საგიჟეთია რა. არა, მაინც გადავიღებ, მაინც მაინც უნდა გადავიღო რა, მაინც უნდა გადავიღო. მერე ზურა. ბიჭო. გამოვიდე მე აქედან. მოიცა ძმაო? მოიცა და იყავი. შენ გადაგიღებ ზურაყიფშიძის მაგივრად. დამომტკიცე? კი, ტექსტი ხო იცი? კი. დავაი, შედი დავიწყო. მიდი. დავაი, მოიცა, ეხლა დავიწყე. მოიცა, კადრი არ მოიცა, რა კადრი არ უგან? ერთი წამი, რა კადრი არ ვარ, ძალიან დიდი განსხვავებაა სიმაღლეში. ბიჭო. მოიცა, ვერაფერს ვერ გადავიღებთ? ვერა. კამერა რო ავწიოთ ზევით? მერე პატარა აღარ შემოგვივა კადრში. კამერა რო დავწიოთ ქვევით? მერე დიც მოეჭრება თავი. ბიჭო, აბა რა ვქნათო? აი, ასეთივე გვინდა მეორე. ასეთივე გვინდა მეორე, ასეთი. ან ასეთივე. რა ხდება? მოიმზადეთ. 1 2 წავიდა. მე ნათიავა, ეს კი ჩვეულებრივი ჭუჭის საერცხის საშუალება გოხდა. მე ამითი შემიძლია 1000 თებში გავრეცხო. მეც ნათია ვარ. ეს ჭურჭლის სარეცხის საშუალება კოპწია. მე ამით 10000 თებში შემიძლია გავრეცხო. 10000 კი გარეცხა, მაგრამ ყოხტათი გარეცხილი უფრო ქათქათა. მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია. კოპწია იაფია და შესაბამისად ეკონომიური. ნუ გადაიხდით ზედმეტს. ყოხტა არ აღიზიანებს კანს და სასიამოვნო სურნელი აქვს. ნუ გააკეთებ ეკონომიას თქვენი სილამაზის ხარჯზე. კოპწია უკეთესია. ყოხტა ჯობია. ქალები არა ხართ? რა გაჩვენებთ? ნათი, სიმღერა მოვიტანე. მოიცა, რა ხდება ეს? რა არისო? ჩემი მეუღლეა. აუ, იმენა იდეალური დუბლი გამიფუჭეთო. აუ, რა უნდა ვქნათ? მოიცა ერთი წამი რა. იცი შენ რა არის იდეალური დუბლი? კაროჩე რა, დავაი თავიდან ერთიც გადავიღოთ რა. მოიცა ჩემი კლიპი? აუ, ერთი წამი მაცალე ძმაო და მე გადავიღებ შენ კლიპსაც რა. ოღონდ მაცადე რა. დავაი, მიდი. მოემზადეთ. დავაი, 1 2 3 წავიდა. შედი ძმაო, შედი. შედი ნიკა ჩქარა. რა მოიცა რა. დავაი. მე ნათია ვარ. ეს კი ჩვეულებრივი ჭუჭის საერცხის საშუალება გოხდა. მე ამითი შემიძლია 1000 თებში გავრეცხო. დილით ვიღვიძებ გუშინდელი ნაბახუსევი ღვინის დალევა ქართველობის სინონიმია ინტერნეტშია ჩემი გვარის გამგზელებელი მამაშვილობაც სიყვარულის სინონიმია ჩოხა მომასხი мама ჩემო ტრადიციული ტრადიცია ხომ უკვდავების სინონიმია არ ვისეგონოს ცოლი ქმრისთვის ანტონიმია ამ სიყვარულში ანტონიმიც სინონიმია ოჯახი ჩემი თბილი ოჯახი მასონები გვებძვიან უძლებთ ცდუნებე
ოჯახი ქართული ოჯახი გაუფრთხილდეთ ოჯახურ ღირებულებებს დედმა მიშვილის სიყვარული რას შევადარო თუ სამყაროში ყველაფერი ფარდობითია ჩემი ოჯახი არ გეგონოთ მთელი სამყარო ჩემი ოჯახი სამყაროზე უფრო დიდია ოჯახი ჩემი დიდი ოჯახი გაგება და მეობა ჩვენი სტილია ოჯახი ქართული ოჯახი უნდა შევინარჩუნოთ ეს იდილია ოჯახი როგორია? ძალიან მაგარია. ნამდვილად გახიტდება. ძალიან ნორმალურია. აი ამ დისკს მთელი საქართველო ნახავს და შეიყვარა. ნუ აქანავე ბაქეთიქით. აუ რა ცუდია, რომ ჩვენი რეკლამა დაიწუნა დამკვეთმა. მე შემიძლია თქვენს ნებისმიერ კითხვას უპასუხო. გისმენთ? ოთარ, ყველაზე ნიჭიერი მომღერალო საქართველოში. როდის გადაწყვეტეთ სოლო კარიერის გაკეთება? რაც თავი მახსოვს სიმღერი. სიმღერა უფრო ადრე დავიწყე ვიდრე ლაპარაკი. ოთარ, ყველაზე სიმპათიური მომღერალო საქართველოში. მოგვიყევით თქვენზე რამე. მე დავიბადე ქარიან ღამით და მთვარე იყო სავსე პირთან. ოთარ, მართალია რომ საქართველოში ყველა ქალი ოცნებობს თქვენთან შეხვედრებს და? ამ ინფორმაციას არც უარყოფ და არც ვადასტურებ. ვაუ! მაპატიოთო.